საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2025 წლის თებერვალში იანვრის მსგავსად ბიმაჩ სავაჭრო პლატფორმით ოპერაციები არ განხორციელებულა. შესაბამისად იანვარ-თებერვალში სების სავალუტო ბაზარზე არ ჩარეულა. რუსთაველის გამზირზე გზის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გადავადებასთან ერთად 2026 წლამდე გადაიწია შენობა ნაგებობების ფასადების რეაბილიტაციის ვადამაც. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 3 თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა სირთულეებიდან გამომდინარე ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით 2025 წლის თებერვალში ჯამში 966,305 ადამიანი იღებდა ხელფასს. ხელფასის მიღებთა რაოდენობა წლიურად 1.6%-ით არის გაზრდილი. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა რომელშიც ბიზნესზე და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოს საპენსიო ფონდის ახლად დანიშნულმა მმართველობითმა საბჭომ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. უწყების თავმჯდომარედ საინვესტიციო კომპანია Foresight კაპიტალის დამფუძნებელი გია მორჩილაძე აირჩიეს, რომელსაც საბანკო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან გია მორჩილაძეს 15 წლიანი გამოცდილება აქვს ინვესტირებაში და პროექტების მართვაში, რომელთა პორტფელის ჯამური ღირებულება 45 მილიონი დოლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი თებერვალში დასრულდა. შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა, რომელთაგან 3 უცხოელია, 5 კი ქართველი. მუდისმა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად BA2 დონეზე დატოვა, მაგრამ სტაბილური პერსპექტივა ნეგატიურით შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საინვესტიციო შეფასება შემცირდა. ანგარიშის თანახმად, რეიტინგის ცვლილება განპირობებულია როგორც საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, ასევე მსოფლიოში და რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებით. მუდისის მიერ პერსპექტივის შემცირებას BMG-სთან ფინანსისტები და ეკონომისტები აფასებენ. ექსპერტების აზრით, თუ ქვეყანაში პროცესები არ დასტაბილურდება, რეიტინგის გაუარესებას შესაძლოა საკრედიტო რეიტინგის შემცირება მოხდეს, ხოლო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რეიტინგი ამ დრომდე არ შემცირებულა, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ პერსპექტივა შეიცვლებოდა ნეგატიურისკენ, რაც ცუდია, რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს არის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება უარესობისკენ. მეთოდოლოგიას თუ შევხედავთ ზოგადად საკრედიტო სააგენტოების ბევრი კომპონენტისგან შედგება შეფასების სფეროები, მაგრამ მთავარი რაზეც მახულდება ყურადღება არის ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ ინსტიტუციური განვითარება და მმართველობის სფეროში არსებული პრობლემები და კარგი ხარისხის ინვესტორები და ის ინვესტორები, რომლებიც უფრო დაბალ საპროცენტო სარგებელში მზად იქნებიან, რომ ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, ესენი შემცირდება, რა თქმა უნდა, ან საერთოდ დავკარგავთ, ანუ უკვე ხედავთ ისედაც სანამ სარეიტინგო ანგარიშები დაიდო, მანამდე სიგნალები დიდი ხანია უკვე ბაზარზე არის. ეკონომიკური ზრდაც თითქოს რაღაც ხნის განმავლობაში გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად რისკის თვალსაზრისით ქვეყანა ითვლება მაღალ რისკიანად და არასაინვესტიციო ქვეყანად. ესეა პირდაპირ თუ შევხედავთ, არასაინვესტიციო რეიტინგი გვაქვს. ამდენხანია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ამდენხანია თავისუფალი ბაზრის პრეტენზია გვაქვს და იმას ვერ მივახციეთ, რომ საინვესტიციო რეიტინგი გქონდეს. თუ პერსპექტივა არის უარყოფითი, ეს ნიშნავს უფრო მეტი ალბათობაა, რომ გაუარესდეს, ვიდრე გაუმჯობესდეს. გაუარესებული რეიტინგი კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, გურსმანი იქნება ჩვენ პერსპექტივებში. მუდისის შეფასება ცოტათი ასე ვთქვათ, გვიანი რეაქცია იმ მოვლენებზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ფიჩმა ეს ასე ვთქვათ
პროგნოზი უარყოფითზე რამდენიმე თვის წინ გადაიყვანა. ნუ მუდისი ახლა ახდენს რეაქციას იგივეზე. ფაქტურად რეიტინგი არ გაუარესებულა. დარჩა იგივე ზღვარზე, BA2, რომელიც როგორც აქამდე იყო, თუმცა პროგნოზი უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ცვლილება არ მოხდა უკეთესობისკენ, შეიძლება რეიტინგიც გაუარესდეს. საინვესტიციო რეიტინგი და შეფასება, რომელსაც Moody's-ის და Fitch-ისნაირი ორგანიზაციები ადგენენ, ერთგვარი დამოუკიდებელი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას განიხილავენ. რაც უფრო დაბალია სარეიტინგო ქულა და შეფასება, მით უფრო რისკიანად ითვლება ქვეყანა, რაც ბევრ ინვესტორს ცხადია სიფრთხილისკენ უბიძგებს. შედეგად სარეიტინგო ქულის შემცირება, ისევე როგორც პერსპექტივის გაუარესება ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს. როგორც ექსპერტები BMG-სთან ამბობენ, გაუარესებული საინვესტიციო გარემო ადგილობრივი აგენტებისთვის გაძვირებულ ფინანსურ რესურსს ნიშნავს. პერსპექტივის ცვლილება უარესობისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკური აგენტებისთვის მომავალში სახსრების მოზიდვა უფრო გაძვირდება, იმიტომ რომ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო თვლის, რომ პერსპექტივა უარყოფითი ან უარესობისკენ მიდის. გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული outlook-ის გაუარესება, შესაბამისად ინვესტორებისთვის მიმზიდველებისთვის დიდი ზიანის მიყენება ამას არ შეუძლია, იმიტომ რომ უკვე დიდი ზიანი არის მიყენებული. Moody's საკმაოდ ფრთხილია შეფასებებში და ნაკლებად მკაცრად, ასე ვთქვათ, აფასებს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა ხას უსვამს, რომ მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა არის გაუარესებული, მათ შორის დოლარიზაციის თვალსაზრისით. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, აეროპორტების გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. თანამდებობას, რომელსაც ამ დრომდე ირაკლი ქარქაშაძე იკავებდა, ამიერიდან ლევან მოსეშვილი დაიკავებს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თავად ირაკლი ქარქაშაძე კი საქმიანობას საქაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოში გააგრძელებს. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ თანამდებობა ქუთაისის აეროპორტის გზავნაკადის ზრდის ტემპის შემცირების გამო დატოვა და განმარტავს, რომ დროებითი კლება ვიზი არის ერთი ბორტის შეკეთებამ გამოიწვია. ორი წელი ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთე, საკუთარი შესაძლებლობები ძალიან ისე დიდი ენერგია ჩავდე და მოვიდა ჩემი აზრით, რომ მით უმეტეს ლევანთან ძალიან მეგობრობ და ძალიან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს. წლებია უკვე არა მათ შორის აქ დანიშნავდეთ და შესაბამისად რატომაც გადავწყვიტე, რომ ცოტა საკუთარი თავისთვისაც დამეწყდრო და ისეთი პოზიციაზე გადავსულიყავი, სადაც უფრო ჩემი გამოცდილების გაზიარებით და არა უშუალოდ ბრძოლის ფონზე ყოფილიყავი. ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს იყო 4 საჰაერო ხომალდი ბაზირებული. 24 წელს იქიდან გამომდინარე, რომ იცით, რომ ვიზი არის, გრავებზე აქვს პრობლემა. აი, ბორტი გაიყვანეს. ეს ერთი ბორტი უკვე დაბრუნდა საქართველოში. უკვე ბორტი არის ქუთაისში ბაზირებული და ეს კლება სწორედ ამან გამოიწვია. ანუ ჩვენ მათ შორის ის 1%-იანი კლება რაც იყო, ეს რეალურად ჩვენ ბევრად დიდი შედეგი დავდევით და ამ მარტო ვიზი არის ამ ბორტის გამო ჩვენ რისკი გქონდა, რომ დაახლოებით 5-20%-იანი კლება გქონდა, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანეთ ეს კლება და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საბოლოო ჯამში თქვენ იცით, რომ 24%-იანი შედეგი დავდევით და შარშან გზავნაკადი რეკორდული წელი დავდევი. შარშან 10 ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულე მოლაპარაკება, მათ შორის British-ი და EasyJet-ი, ასე რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ და არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ რაღაც შემცირებული გზავნაკადის ნაწილში იყოს. აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა BMG-სთან მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Ryanair-ის არ შემოსვლის საკითხზეც ისაუბრა. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, Ryanair-ის საქართველოში შემოსვლას არ უშლის ის ფაქტი, რომ ქვეყანაში აგრეთვე დაბალბიუჯეტური ვიზიარი ოპერირებს. პირიქით, ირლანდიურ კომპანიას აქვს კომერციული მოთხოვნები, რომლებიც სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აინტერესებს. Ryanair-ის არ შემოსვლის მიზეზი არ არის ვიზიარი, Ryanair არის ძალიან სპეციფიკური კომპანია, რომელსაც გააჩნია თავისი კომერციული მოთხოვნები, თავისი კონკრეტული სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ჩემი სუბიექტური აზრით თუ გაინტერესებთ, არ არის ამ ეტაპისთვის ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფოსთვის.
ვიზე არის მათ შორის EasyJet-საც ის გნებავთ გზავნაკადის მხრივ და გნებავთ ეკონომიკური ბენეფიტი, რომელიც ქვეყნისთვის მოაქვს ამ ორ ავიაკომპანიას არის ძალიან დიდი. და შესაბამისად ვიზია EasyJet-თან მოლაპარაკება რომ გესვანოთ 2015 წლიდან არის დაწყებული. და განსაკუთრებით ბოლო წელიწადში შეგვიძლია განსაკუთრებით აქტუალური გავხადა ეს საკითხი, იმიტომ რომ მათთან პირადი კომუნიკაცია წლების მანძილზე მქონდა და გამოვიხსენეთ ეს. ენერგიათან მიმართებაში სწორად რო გვესმოდეთ არაფერ არის ნაკლები არის ვიზია, არის EasyJet-ი. მათი პოლიტიკა არის ეს, იცით რომ თქვენ შემოსული იყვნენ ბაზარზე. დიახ, პანდემიის გამო გავიდნენ. და არა მხოლოდ პანდემიის გამო, რეალურად პანდემიაც დაბრალდა, თორემ მათ ბაზარზე ის მოლოდინი რაც ჰქონდათ თავი ვერ დაიმკვიდრეს ეგრე. იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი კონკურენტული ბაზარია, თავისუფალი ბაზარია და აქედან გამომდინარე, არაფერი კავშირში არ არის ვიზია არის. ორ კვირაში თბილისიდან ციურიხის მიმართულებით Lufthansa გრუპში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები კვირაში ორჯერ სამშაბათს და კვირას შესრულდება. როგორც მთავრობაში ამბობენ, ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს და შვეიცარიას შორის ტურისტულ ნაკადებს გაზრდის. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ისინი 200-დან 300 ევროს ფარგლებში მერყეობენ. საერთაშორისო სტატუსს საქართველოში 3 აეროპორტი ატარებს, ესენია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები. ამ 3 აეროპორტ შორის ყველაზე დაბალი დატვირთულობა აჭარის დედაქალაქში მდებარე აეროპორტს აქვს, რაც აიხსნება როგორც მისი ზომებით, ასევე ფრენების ნაკლები რაოდენობით. როგორც სამშენებლო დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფში ფიქრობენ, ბათუმის აეროპორტმა სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენები უნდა დაამატოს, რაც აჭარაში ტურისტულ ნაკადს გაზრდის. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ უძრავი ქონების პროსპექტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ფრენების რაოდენობა ინტერესს განაპირობებს როგორც ტურისტულად, ასევე უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით. თუმცა კი აეროპორტი არ გახლავთ ერთადერთი გამოწვევა, რომელსაც ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი ბათუმში ხედავს. თემო ბიწაძის თქმით, ბათუმის განვითარებას ასევე აფერხებს არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები, გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და საზღვაო ტრანსპორტის არარსებობა. როგორც მან კონფერენცია გრემოზე განაცხადა, მნიშვნელოვანია საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისას დეველოპერებს საპარკინგე სივრცეების მოწყობის ვალდებულებაც განესაზღვროთ. ინფრასტრუქტურა ბათუმისთვის ყოველთვის გამოწვევა იყო. ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, კერძო სექტორის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ასევე ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, რაც არის, ისიც გამართული იყოს. თუნდაც ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ბათუმში შემოსვლა. ჩვენ კარგად ვიცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა რთული იყო ქალაქში შემოსვლა. გასვლაც ამავდროულად, მაგრამ მადლობა ღმერთს დღეს უკვე არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა და წელს პირველად დავტესტავთ ამ ზაფხულში მას. ასევე კეთდება გზები. ესეც იმიტომ კეთდება, ზუსტად აი რუსთაველი გადაკეტილი რო არის, ზუსტად იმიტომ კეთდება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ქონდა პრობლემა ამ გზას და ბევრმა მძღოლმა იცის, მათ შორის მე ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არსებობს პარკინგის ვალდებულება, რაც კოეფიციენტით განისაზღვრება, ბათუმში ამის ვალდებულება არ არის. ჩვენი კეთილი ნებაა გავაკეთებთ თუ არა პარკინგს. ამის გარდა არის ბევრი ტურისტული ინფრასტრუქტურა, კარგი ძალიან ინფრასტრუქტურა ბევრი, მათ შორის სასტუმროები, რესტორნები, ასე ვთქვათ, გასართობი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ინფრასტრუქტურის სიმწირე არის თუნდაც ტურისტების თვალსაზრისით ამ მიმართულებითაც. მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურა, მე არ მაქვს საუბარი სკუტერზე და ბანანზე, რომელიც და 1-2 პარაშუტზე, რომელიც არის ჩამოკონცრიალებული, ასე რომ ვთქვათ, ეს არ არის საზღვაო ინფრასტრუქტურა, ამას ბევრად უფრო პროფესიონალური მიდგომა ჭირდება და ეს არის ზუსტად ის, რასაც ელოდება ჩვენი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარები იმჯზე საქმეის აღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში ერჩეთ ელარა გელანდიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც აღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ვნახოთ გაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BA2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა
პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა და მიზეზად რუსულ კანონს და ევროკავშირისკენ სვლის შეფერხებას ასახელებს. რა ფასი აქვს და რა შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, პოლიტიკური კრიზისი როგორც ფაქტორი და დეპრესიის ნიშნები ეკონომიკაში. დღეს საღამოს 10:30-ზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და JOKS-ის მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე ანალიზით წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით და განვლილი სავაჭროს ესეით უნდა დავიწყოთ, რომელიც საკმაოდ კარგი იყო, ხოლო მას წინა სესიას თუ მივათვლით, ნახავთ, რომ ძირითადი ინდექსების ღირებულება ამ 2 დღიან პერიოდში ლამის 2%-ით გაიზარდა. ნასდაყის შემთხვევაში კი მატება +3%-იც კი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟაზე მიმდინარე კვირას ასე თუ ისე აღმასრულის ტენდენცია დაბრუნდა, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უკვე იმავეს ვეღარ ვიტყვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავუბრუნდით ისევ დაღმასვლას, რომელიც არის საკმაოდ მკვეთრი და საკმაოდ ბრუტალური, რადგანაც როგორც ხედავთ, შემცირება მაგალითად ნასდაყის ინდექსთან მიმართებით უკვე 1.5%-ს კი აჭარბებს. Dow Jones-ის შემთხვევაში შედარებით მცირედ კორექციას ხედავთ. -0.11%-ის ფარგლებში, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი 0.88%-ია. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ამერიკაში ინვესტორების განწყობა თვალ პოზიტიური და გამორჩეული არ არის, ეს ყველაფერი კი უკავშირდება ისევ და ისევ დონალდ ტრამპს, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ სავაჭრო შეზღუდვებს, ტარიფებს და ისეთ გადაწყვეტილებებს აანონსებს, რომელსაც ინვესტორები ძირითადად უარყოფითად იღებენ. ამ ყველაფერს ემატება ჩატარებული კვლევები, მათ შორის როგორც საზოგადოების, აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორებისა და მენეჯერებისა და ინვესტორების, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ წელს ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ამერიკაში რეცესიის დაწყების რისკები. ეს მონოლოდინები კი, რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟაზე აისახება ნეგატიურად, რადგანაც ინვესტორებს ყველაზე ნაკლებად ახლა სწორედ რეცესია სურთ. ამერიკიდან უნდა გადავიდეთ ევროპაში, სადაც ასევე გვაქვს ანალოგიური განწყობა ინვესტორების მხრიდან. არის შემცირებული ევროპის 600 მსხვილეს კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია, თანაც 0.74% და საერთოდ ბოლო პერიოდში მას გამორჩეულად კარგი შედეგები ნამდვილად არ აქვს. შანხაის ინდექსთანაც კვლევა გვაქვს -0.04%-ის ფარგლებში, ხოლო ნიკეის ინდექსის შემთხვევაში დადებითი ტენდენცია იკვეთება და ზრდა არის 0.65%, თუმცა თუ კი შედარებით გრძელვადიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დიდად ცვლილებები იაპონიაში არ არის და ინდექსის საერთო შეფასება ისევ და ისევ 38,000-ის ფარგლებში მერყეობს უკვე ლამის ნახევარი წელიწადია. აქვე ნავთობზეც უნდა გადავინახოთ, რომელიც დღეს თითქმის 1.5%-ით გაძვირდა და ერთ კვირაში უკვე 4%-ზე მეტი გვაქვს მატება. ამ ყველაფრის ფონზე ბრენტის ფასი უახლოვდება $74 ნიშნულს, ხოლო WTI-ის ღირებულება დაახლოებით $70 შეადგენს. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, მისი ფასი $65.5 ფარგლებშია, ანუ აქ ისევ და ისევ გვაქვს 3%-იანი კლება. ბუნებრივად ვხედავთ კორექციას, 7% არის კერძოდ კლება მიმდინარე კვირის განმავლობაში. და მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით უკვე ჩამოცდენილი არის 41 ევროიან ნიშნულს, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში არის თითქმის 20%-ით შემცირებული მაჩვენებელი. აქვე ოქროსაც უნდა შევეხოთ, რომელიც დღეს მცირედით დაახლოებით $5 არის გაუფასურებული და ამჟამად უნცია მეტალის ფასი, როგორც ხედავთ, $316 შეადგენს. ამ მცირედი კლების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ერთვიან პერიოდში ოქრო თითქმის 5%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთწლიან პერიოდთან მიმართებით ოქროს აქვს ლამის 38%-იანი ზრდა. ვერცხლთანაც ანალოგიური შედეგი იკვეთება. კრიპტოინდუსტრიასაც უნდა გადავალოთ თვალი, რომელიც დღეს კორექციას განიცდის, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება არის შემცირებული დაახლოებით 3%-ით და იგი ამჟამად შეადგენს $2.950 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 86,700, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,000 ივაჭრება, როგორც ხედავთ, კლება 1-დან 3%-ის ფარგლებშია. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმისა $253 მილიარდ შეადგენს, ბიტკოინის შემთხვევაში კი $1.721 მილიარდ. ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, სადაც მოგხსენებათ არიან წარმოდგენილნი ქართული კომპანიები, რომელთაც ბოლო პერიოდში საქმე აქვთ ძალიან კარგად და როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკის აქციების შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, ვინაიდან დღეს დამატებით 0.18%-იანი ზრდა ვიხილეთ, შეიძლება სულ რაღაც 1 ან 2 დღეში უკვე საქართველოს ბანკის შეფასებამ ახალი რეკორდული მაქსიმუმიც კი დაამყაროს. TBC-სთანაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, აქაც არის ზრდა
უფრო მკვეთრიც კი, ვინაიდან დღის განმავლობაში მისი შეფასება გაიზარდა 1%-ით და როგორც ხედავთ, ისტორიული მონაცემები გამოიყურება შესანიშნავად, ეს ყველაფერი კი არის გაპირობებული ქართული კომპანიების ფენომენალური ფინანსური შედეგებით. ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის გასვლელი კურსიც დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დოლართან მიმართებით შეადგენს 2.77, ევროსთან 2.99, ხოლო სტერლინგთან 3.57, ანუ ლარის საერთო ჯამში ძირითად ვალუტებთან მიმართებით არის გამყარებული. აქვე ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლევურად საშუალო სტანდარტულად ამ ეტაპზე 8.76% შეადგენს, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, თუმცა თქვენი კი გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში. მიღებული თანხის გატანების მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. ინვესტიციებზე, ინვესტორებზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე საქმიან საღამოში დღეს ვისაუბრებთ, რადგან ტრადიციულად მიმოვიხილავთ იმ ამბებს, რაც ისმის გლობალური ბიზნესიდან, მთელი მსოფლიოდან, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისგან და უბრალოდ დიდი კომპანიებისგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღის განმავლობაში მიმოვიხილავთ. არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს ჩვენს მეზობელ თურქეთსაც, სადაც მოგეხსენება ცოტა ხნის წინ. ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა, ინფლაცია გაიზარდა, ხოლო ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. უფრო ცლად მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რეალურად რა ხდება თურქეთის ეკონომიკაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ეშველება ამ ქვეყანას. მანამ სანამ თურქეთზე და რეგიონზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში მიმოვიხილავთ თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. მერამდენე დღეა და მერამდენე კვირა გლობალური ყურადღება მიქცეულია ზოგადად რიადში და საერთოდ იმ მოლაპარაკებებზე, რაც იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას შორის, მათ შორის ირიბად უკრაინაც არის შერთული და ევროკავშირი მთელ ამ პროცესში, მაგრამ ისინი უფრო მეორე ხარისხოვან როლს ასრულებენ, ვიდრე თავად ამერიკა და რუსეთი, რადგან მთავარი მოლაპარაკებლები არიან სწორედ ეს ორი ქვეყანა. გუშინ გაიმართა 12 საათიანი შეხვედრა რუსეთის და ამერიკის დელეგაციებს შორის, რომელზედაც შეთანხმდნენ ერთ კონკრეტულ დეტალზე, რაც უკავშირდება შავ ზღვას. ამერიდან შავ ზღვაში, როგორც ჩანს, აღდგება უსაფრთხო მიმოსვლა გემებისა და ომი უმცირე შავ ზღვაში აღარ გაგრძელდება იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ის გრძელდებოდა მანამდე. სამი ძირითადი პოსტულატი აქვს ამ შეთანხმებას. პირველი არის ის, რომ უკრაინა და რუსეთი თანახმარიან შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, მეორე შეწყვიტონ ძალის გამოყენება და მესამე აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება. აქ ცხადია ორივე მხარეს აქ საკუთარი წამოყენებული სიტყვები, რაც უნდა შესრულდეს აუცილებლად. ამ მიმართულებით რუსეთმა დააყენა უფრო მეტი წინაპირობა, ვიდრე უკრაინამ, რაც პრინციპში გასაგებია, რადგან აგრესორი სახელმწიფოა და შეუძლია მას უფრო მეტი მოითხოვოს უმცირე ფურცელზე. ამას დაეთანხმებიან თუ არ დაეთანხმებიან, ეს უკვე სხვა საკითხია. რუსეთის ფედერაცია მოითხოვა, რომ რუსულ ბანკებს დასავლეთის ფინანსურ სანქციები მოეხსნება და ფინანსურ სისტემას SWIFT-ში შეძლებენ ისინი დაბრუნებას. აქ ძირითადად იგულისხმება Rossellkhos ბანკი, რომელიც არის სწორედ ის სახელმწიფო ბანკი, რომელიც ატარებს ტრანზაქციებს სხვადასხვა ტიპის სურსათთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით, მათ შორის აზოტოა სასუქებთან მიმართებით, ხოლო ვიცით, რომ სასუქების ისევე როგორც აი ამ სწორედ სასურსათო პროდუქტის მიმართულებით რუსეთი, რომელიც ყველაზე დიდი ქვეყანა პლანეტაზე არის ერთ-ერთი მოწინავე, შესაბამისად რუსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება რუსეთს ამ მიმართულებით შეძლებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. საპრეზიდენტო ამისა უკრაინამ და ამერიკამ ერთად დადეს ერთგვარი შიდა შეთანხმება, რომ ამერიკა დაეხმარება უკრაინას რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი არის დაკავებული მოქალაქეების გამოშვება, ტყვეების გაცვლა და აგრეთვე ომის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან მოტაცებული ბავშვების დაბრუნებაშიც დაეხმარება აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას. ვიცით ეს საკითხი და სწორედ ამის გამო თავის დროზე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა ICC-მ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ. ერთ-ერთი პუნქტი იყო სწორედ ის, რომ ერთგვარი გენოციდი მოაწყო მან, იმით რომ ბავშვების ძალიან ბევრი ბავშვი უბრალოდ გადაიყვანეს მათი და მათი მშობლების ნების საწინააღმდეგო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შესაბამისად ეს არის ძირითადი საკითხები, მაგრამ ნუ ცხადია ეს არის
მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა გრძელვადიანი მშვიდობის მიმართულებით, რადგან უკრაინამ ასე აფასებს ამას, მაგრამ ცხადია ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს გარანტიებს გრძელვადიანს, რომ თუ კი ომი დროებით შეწყდება, ის მოგვიანებით რამდენიმე წელიწადში ისევ არ დაიწყება, როგორც ეს მოხდა 2014 წლის შემდეგ. გადაწყვეტილებები იქნა მიღებული აგრეთვე ვაშინგტონშიც და მის სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებთან მიმართებითაც, ვინაიდან ვიცით, რომ ტრამპი ემზადება ახალი ტარიფების დაწესებისათვის და ეს ტარიფები იმდენად არ სურთ სახელმწიფოებს, რომ ისინი მზად არიან გარკვეულ პირობებს დათანხმდნენ სავაჭრო შეთანხმებების გადახედონ და მათ შორის ტრამპთან პირდაპირ დაიწყონ ვაჭრობა. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო გამოდგა ინდოეთი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ვაჭრობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება IT სერვისებზე მოთხოვნა ინდოეთის მხრიდან და ეს სახელმწიფო გეგმავს და მზად არის იმისათვის, რომ გაანახევროს ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე. ინდოეთმა თავის დროზე ტარიფები დაუწეს ამერიკას, რადგანაც ამერიკამ თავისი არსით დაუწეს ამას ტარიფები, ანუ ეს იყო პასუხი, ახლა უკვე კი პასუხად მზად არის ინდოეთი, რომ ეს ტარიფები გაანახევროს, შესაბამისად სატარიფო ომი შეამსუბუქოს. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ კი ის იქნება მიღებული, სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, რეალურად 2 აპრილს უყურებთ, ეს არის ის განსაზღვრული ბოლო ვადა, როდესაც უკვე ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს თავის განკარგულებას და იქამდე სახელმწიფოები იწყებენ ვაჭრობას და ცდილობენ როგორღაც კარგი პირობების მოპოვებას თავიანთი სახელმწიფოსათვის, რადგანაც არც ერთ ქვეყანას არ სურს სატარიფო ომში ჩართვა და ზოგადად ტარიფებში ოპერირება, ვინაიდან 25%-იანი ტარიფი ნიშნავს, რომ პროდუქტი უნდა გაძვირდეს 25% და თუ კი ეს პროდუქტი არის გათვლილი მაგალითად დაბალ ბიუჯეტურ სეგმენტზე, მაშინ 25% მისი გაძვირება მას უბრალოდ არაკონკურენტულად აქცევს, შესაბამისად ქვეყანას გარკვეულწილად ზოგიერთ სეგმენტიდან ბაზრიდან გასვლაც კი მოუწევს. საერთო ჯამში აქ საუბარი არის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტებზე, რაზედაც შეიძლება გაუქმდეს ტარიფები ინდოეთის მხრიდან, თუ კი რა თქმა უნდა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადმოდგმული თავად ამერიკის მხრიდანაც. გადმოდგამს თუ არა ტრამპი ამ ნაბიჯს ამ ეტაპზე ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მზაობა ნამდვილად ჩანს. კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს ნარენდრა მოდი მზაობას და ეს უკავშირდება ტარიფების სრულ გაუქმებას იმ საქონელზე, რომელიც ექვემდებარება 5-დან 30%-მდე დაბეგვრის რეჟიმს, ისედაც ბუნებრივად. შესაბამისად, ამ საქონელს აღარ დაუწესდება დამატებითი ტარიფები, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია, ოღონდ ამ შემთხვევაშიც ინდოეთი იმ დათქმით დაუშვებს გამონაკლისს, თუ კი ამერიკა თავად გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს. მოკლედ ამ მიმართულებით ხედავთ, რომ ვაჭრობა არის დაწყებული, არის გაჩაღებული და შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რაღაცას შესთავაზებს ამერიკას, რადგანაც თავის დროზე სავაჭრო ომი ამერიკამ სწორედ ამ მიზნით წამოიწყო. და ცხადია, არავის არ აწყობს იმ დონის ტარიფების მიღება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება, როგორც ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კი ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დონალდ ტრამპს აქვს ნავარაუდები. გარდა კონკრეტული ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებისა, დონალდ ტრამპი ირჩევს უფრო განსხვავებულ მიდგომასაც და კონკრეტულ სატარიფო ბარიერებს, სანქციებს უწესებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონკრეტულ პროდუქტებს, მათ შორის სპილენძზე აპირებს ის იგივეს გაზრდას. განაცხადა მან სწორედ ამის შესახებ და მას შემდეგ სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 15%-იან ზრდასთან გვაქვს საქმე, ხოლო ბოლო წლის დასწრისიდან დღემდე ზრდის მაჩვენებელი არის 32%. და ამის ოქროს მსგავსი შედეგი აქვს სპილენძს, რომელიც წესთან, ანუ ძვირფასი ლითონი არ არის. ღირებულების შემნახველი აქტივი არ არის. ნამდვილად, მაგრამ მკვეთრად არის გაძვირებული, ასაც თავისი სპეკულაციური ახსნა აქვს, მაგრამ ეს სხვა თემა. ტონას დაახლოებით $11,500 ფარგლებში ღირს ახლა სპილენძი, რაც როგორც თქვი რეკორდული მაჩვენებელია. ამას აქვს ერთი ახსნა ის, რომ თუ კი მომავალში მართლაც დააწესებს ტარიფს ამერიკის შეერთებული შტატები 25%-იანს, ეს სპილენძი ისედაც გაძვირდება, ამიტომაც კომპანიები, რომლებიც ამ ტიპის პროდუქციის იმპორტს ახდენენ, მათ გადაწყვეტეს, რომ ახლა სანამ ტარიფები დაწესდებოდა, რაც შეიძლება მეტი სპილენძი იყიდონ, ხოლო ცხადია, როცა მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ფასიც შესაბამისად მკვეთრად იზრდება და ამიტომაც არის ეს მოკლევადიანი ფასის გაზრდა. თუმცა გრძელვადიანად შეიძლება მაინც გაიზარდოს ფასი დამატებით 25%-ით, რადგან თუ ტარიფი დაწესდა. ცხადია, სპეკულაციური ბუნებაც აქვს ამას, რადგან სპილენძი ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი პროდუქტი ბირჟაზე ივაჭრება არა პროდუქტის სახით, არამედ მისი ფიუჩერსული კონტრაქტების სახით, რაც ადამიანს აქვს აძლევს უფლებას მომავალში კონკრეტულ ფასად შეიძინოს პროდუქტი, ამიტომაც ამ ფასიანი ქაღალდებით ბევრი ადამიანი ვაჭრობს და უბრალოდ ფასიან ქაღალდს ყიდულობს იმისთვის, რომ მოგვიანებით ის უფრო ძვირად გაყიდოს, რაც უბრალოდ არანაირი ღირებულება აქ არ იქნება, ეს არის სპეკულაციური ქმედება, რომელიც ისახავს ინვესტორის მხრიდან კონკრეტული მოგების გენერირებას და ეს თავის წილ ზრდის
ასევე ფას. მოკლედ ძირითადად არიან ესენი კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და იაპონია და სავარაუდოდ სწორედ ამ ძირითადად ამ ქვეყნების შემთხვევაში იმოქმედებს ეს ტარიფი, რადგან ისინი არიან იმპორტიორები, უпроსტოდ ექსპორტიორები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მეტალისა და გამორიცხული არ არის რომ თუ ტარიფი დაწეს და მათ ანალოგიური ტარიფი დაუწესონ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავად ეს სავაჭრო ომი არ მოსწონს არავის, არც ზემოხსენებულ სახელმწიფოებს, არც გლობალურ საფონდო ბირჟას, არც ინვესტორებს და უკვე ვხედავთ რომ არც მენეჯერებს, მათ შორის მსხვილი წამყვანი კომპანიების მენეჯერებს, განსაკუთრებით ფინანსურ მენეჯერებს, ფინანსურ დირექტორებს, ეგრეთ წოდებულ CFO-ებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად ყოველდღიურად ზრუნავენ კომპანიის ფინანსურ გამართულობაზე და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტარიფების საკითხი, რადგანაც კალკულაციის პროცესში ტარიფი უბრალოდ ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუ კი პროდუქტის ფასი. რაღაც ძალიან რთული კომპლექსური ფორმულით იყო დადგენილი აქამდე, ჩათვალეთ რომ ეგ ფორმულა უკვე აღარ არსებობს, ვინაიდან მას სევიდან დაემატა 25%-იანი ტარიფი, შესაბამისად ყველაფერი თავიდან არის გადასაცვლელი და ზოგიერთი კომპანია შეიძლება ამ პროცესს საფრთხეს შეეწიროს, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც ბიუჯეტურ პროდუქტებზე გვაქვს საუბარი, 25%-იანი გაძვირება ნიშნავს ბაზრიდან ავტომატურად გასვლას. ეს მოლოდინი, რაც ბაზარზე არსებობს, იმდენად ნეგატიურია, რომ კვლევა ჩატარდა ცოტა ხნის წინ, რაც ეხებოდა ძირითადად სწორედ ამერიკული კომპანიების ფინანსურ დირექტორებს, რომელთა 60% ვარაუდობს და ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ამერიკაში დაიწყება რეცესია, ანუ ეკონომიკური შემცირება, რაც სწორედ ტარიფებით იქნება განპირობებული. 15%-ის აზრით კი რეცესია დაიწყება მომავალი წლიდან. მოკლედ, ხედავთ, რომ აღმასრულებელ რგოლში მოლოდინები არის კატასტროფულად გაუარესებული და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ავტომატურად ინვესტორების განწყობაზე, ვინაიდან ინვესტორები ხშირად, როდესაც აკეთებენ პროგნოზებს, უსმენენ მენეჯერებს, რადგანაც მენეჯერებმა იციან, როგორი შემოსავლები შეიძლება ექნეს კომპანიას, მაგრამ თუ კი ყველა კომპანიის შემოსავლების პროგნოზები იქნება გაუარესებული, ამითი ავტომატურად შემცირდება საფონდო ბირჟაც. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა პირველ დღეებში მიიღო, უკავშირდებოდა ძალიან ბევრი სამთავრობო პროგრამის გაუქმებას, ერთ-ერთი უკავშირდებოდა რადიო თავისუფლების, ან იგივე რადიო თავისუფალი ევროპის კოლქის ქვეშ არსებულ მედია საშუალებებს, რომლებიც მაუწყებლობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აქ ამერიკის ხმაც იგულისხმება, მოკლედ მათ შეუწყვეტა დაფინანსება დონალდ ტრამპმა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს სასამართლო დავა ამაზე, ისევე როგორც ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც დონალდ ტრამპს ეხება და ყველგან არგუმენტი არის ის, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ასეთი ქმედების გაკეთების უფლება და მოკლედ ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ჯერჯერობით და დროებით შეაჩერა ამ გადაწყვეტილების მოქმედება და არსი და ახსნა იყო ის, რომ სავარაუდოდ თვითებურად და დაუსაბუთებლად მოქმედებდა პრეზიდენტი ამ დროს, რადგან აი ეს არგუმენტები არ არის იქ წარმოდგენილი, რამაც შეიძლება ამდენი ამხელა მრავალმილიონიანი და მრავალმილიარდიანი პროექტის უბრალოდ ესე ერთ დღეში გაჩერებას, რასაც თან მოყვება ძალიან ბევრი ადამიანის უსამსახუროდ დატოვება, მართალია მათი თანამშრომლები ახლა არიან ანაზღაურებად იძულებით ჩვეულებაში გასულები, მაგრამ ეს ცხადია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და მოუწევთ ამ ადამიანებს ახალი სამსახურების პოვნა. შესაბამისად, ეს სასამართლო დავა ერთადერთი ბერკეტია რეალურად, რომელიც ამ ადამიანებს და მათ ხელისუფლებას, მათ ხელმძღვანელობას აქვთ იმისთვის, რომ შეეცადონ და დაიბრუნონ საკუთარი სამსახური. ჯამში 1300-ზე მეტ თანამშრომელს ეხება ეს გადაწყვეტილება და უნდა დავაუბრუნოთ და ვნახოთ რა მოხდება. გამორიცხული არ არის, რომ უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს ეს, რასაც ცხადია წლები დასჭირდება, ამიტომაც შეიძლება ეს ყველაფერი ვერ მოესწროს დონალდ ტრამპის პირობებშიც კი, მაგრამ როგორც წესი ასეთ кейსებს როგორც მალე განიხილავს სასამართლო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აქ პრეზიდენტის ბრძანება არის და პრეზიდენტი უშუალოდ არის ჩართული, შესაბამისად სავარაუდოდ გაცილებით მალე ვიხილავთ ამ და სხვა მსგავს кейსებზე, მათ შორის USA-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უშუალოდ სასამართლოს მხრიდან. კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ცოტა ხნის წინ ჩვენს რეგიონში, კერძოდ სიახლე უკავშირდება სომხეთს, რომლის პარლამენტმაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი. კანონმდებლობა 64/7 წინააღმდეგ მიიღეს. ეს კანონპროექტი შესაბამისად უკვე ქვეყანა ოფიციალურად დგამს საკანონმდებლო დონეზე ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. სომხეთმა მოგეხსენებათ ყარაბაღის ომის შემდეგ კურსი რადიკალურად იცვალა. ზურგი აქცია რუსეთს და გადაინაცვლა პროევროპულ, პროატლანტიკურ გზაზე. ქვეყანამ გაცხადებულად თქვა, რომ ის არის დაინტერესებული როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანებით და ამ გზაზე ის ძალიან სწრაფადაც კი მიიწევს, ვინაიდან ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 3-4 წლის წინ, არავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ სომხეთი შეიძლებოდა ევროკავშირის წევრი ყოფილიყო, მაგრამ ხედავთ, რომ ის ყოველდღიურად ახალ ნაბიჯებს დგამს და პროგრესს განიცდის. აქამდე სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი იყო, რაც
დიდად გამორჩეული პროგრამა არ არის იმისი გათვალისწინებით, რომ სომხეთი ამ მიმართულებით კონტრიბუციებით არ გამოირჩეოდა და ზოგადად ევროკავშირში მის წევრობაზე არც ფიქრობდნენ აქამდე, მაგრამ როგორც ვთქვით, ყარაბაღის ომის შემდეგ რეალობა რადიკალურად არის შეცვლილი და შესაძლოა ამდენიმე წელიწადში, მაგალითად 10 წელიწადში უკვე სომხეთი მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ ყველაფრის ფონზე ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელმაც მოიწონა, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი და საერთო ჯამში სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი სომხეთისათვის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მან ზურგი აქცია რუსეთს და ამ დროს, რა თქმა უნდა, ამერიკასაც და ევროკავშირსაც სურთ, რომ სომხეთთან კავშირები გაამყარონ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სომხეთი ცოტა ხნის წინ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოც გახდა. ამერიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, მაგრამ მას დღის რიცხვის ფორმატში გაგასწრებთ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა. განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ჩინეთთან მიმართებით, რომელიც ამ სიაში დამატებით 50 კომპანიით იქნება წარმოდგენილი. კომპანიებს, რომლებიც ამ სიაში ხვდებიან, ამერიკის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად თვლის და ამერიკულ კომპანიებს მათთან ვაჭრობას უკრძალავს. რეალურად ეს სანქცია ტექნოლოგიური და სამხედრო კომპანიების საწინააღმდეგოდაა მიმართული, რადგან ეს ორი სფერო ამერიკა-ჩინეთის ორმხრივ ვაჭრობაზე არის დამოკიდებული, რაც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად შეფერხდება. თავად ეს გადაწყვეტილება არ ახალია, რადგან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები თავის დროზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც გადადგა, როცა მიკროჩიპების ნახევარგამტარების AI-ის და cloud ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ასობით ჩინური კომპანია დაასანქცია. როგორც იმ დროს ითქვა, თუ ჩინეთში წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი გაგრძელდება, ჩინეთი მას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამერიკის შეერთებული შტატების ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ჩინეთი ცხადია, უპასუხოდ არასდროს ტოვებს. თავის დროზე ჩინეთმა ამერიკაში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, ანუ ისეთი მოწყობილობების ექსპორტი აკრძალა, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც ყოველდღიური, ასევე სამხედრო გამოყენებისთვის, ანუ ძირითადად ეს რეგულაცია დრონებს უკავშირდებოდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. მაგალითად, 19 მარტს 1 ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილება იყო. მართალია ამჟამად კურსი 38 liris ფარგლებშია დასტაბილურებული, თუმცა ეს ერთწლიან პერიოდში მაინც 25%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია, რაც ძირითად ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. როგორც ცნობილია, სავალუტო კოლაფსის შესაჩერებლად თურქულმა საბანკო სექტორმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი გაყიდა, რითაც ლირის გამყარებას ხელოვნურად შეუწყო ხელი. ასეთი მასშტაბის ინტერვენცია თურქეთის ეროვნულ ბანკს არასოდეს განუხორციელებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვითარება ნამდვილად რთულადაა. ამასთან, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა ყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ხელოვნურადაა გამყარებული. ამ ყველაფერთან ერთად, ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით რეგულაციების შეცვალა და თურქული აქტივების გაყიდვა გაართულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას კოლაფსის თავიდან აცილება და სავაჭრო ბარიერებით ტრეიდინგის გართულება სურს. ამ ცდელობის მიუხედავად, ძირითადი საფონდო ინდექსი მაინც 16%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობა თურქეთის მიმართ მკვეთრადაა გაუარესებული. საფონდო ბირჟის ვარდნა და ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში პოლიტიკური რისკების ზრდასთან და იმოცემულობასთანაა დაკავშირებული, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობა სულ უფრო მეტად მიიწევს ავტორიტარიზმისაკენ, რასაც ინვესტორები პოზიტიურად არ აფასებენ. მოგეხსენებათ, დაკავებული პოლიტიკოსი ექრემ იმამოღლუა, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია და 2028 წლის არჩევნებში მის სერიოზულ მეტოქედ განიხილება, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლო სტამბოლის არჩევნებში გამარჯვება და მერის თანამდებობის დაკავება.
ამასთან იმამოღლუ რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა უბრალოდ პოლიტიკოსი, არამედ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია. შესაბამისად, მისი დაკავება და პატიმრობაში დატოვება იმაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ეს ერთი შეხებით ჩანს. აქვე გასათვალისწინებელია პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებულებებით, რაც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და ტერორისტებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რასაც ნამდვილად რთულია პოლიტიკურად მოტივირებული არ ვუწოდოთ. იმამოღლუს გარდა პროკურატურამ 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენები და ჟურნალისტები. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ერდოღანმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა, რომლის ფარგლებში დაკავებულთა რაოდენობა რამდენიმე 1000 საჭარბებს. ასეთ დროს ეროვნული ვალუტის შენახვა თავად თურქეთის მოქალაქეებსაც არ სურთ, რომლებიც კაპიტალის გადატანას უფრო მყარ ვალუტებში ცდილობენ, მათ შორის დოლარში და ევროში. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის 40%-იანი ინფლაციაა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური რეფინანსირების განაკვეთი 42.5% შეადგენს. ანუ რირის ყიდულობითი უნარი მცირდება, ფასები იზრდება და სესხის გააღება იმდენად ძვირია, რომ მისი გადაფარვა ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში თურქეთში ინვესტირება, რა თქმა უნდა, არავის სურს, რაც საერთო ჯამში პრეზიდენტ ერდოღანთან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. თავად ეს 40%-იანი ინფლაცია ერდოღანის და მისი არაორდინალური ეკონომიკური თეორიის შედეგია, რომელსაც ერდოღანიზმს უწოდებენ და ის ინფლაციის ზრდის ფონზე განაკვეთის შემცირებას მოიაზრებს, რაც სრულ წინააღმდეგობაშია კლასიკურ ეკონომიკურ თეორიასთან და ბუნების კანონებთან. სწორედ ამ თეორიის ჯიუტად მიყოლის მიზნით ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი 4-ჯერ შეცვალა და საბოლოოდ იმასაც კი მიაღწია, რომ ქვეყანაში სამნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც კი იყო. მართალია ამჟამად ინფლაციური წნეხი შედარებით შემცირებულია და ცენტრალური ბანკიც ტრადიციულ სტრატეგიაზეა გადართული, თუმცა ერდოღანიზმით გამოწვეულ იარებს ქვეყნის ეკონომიკა დღემდე იშუშებს. კრიზისიდან გამოსვლის გზას რაც შეეხება. ექსპერტების შეფასებით უახლოეს მომავალში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, რათა ლირის გაცვლით კურსი არ ჩამოიშალოს. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ინფლაციური წნეხის დაძლევა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რათა ბიზნესმა ამ უსუქთვა შეძლოს. თუკი თურქეთის მთავრობა ამ ყველაფერს როგორღაც მოახერხებს, ის მაინც ვერ იქნება მშვიდად, რადგან ერდოღანის გუნდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორებს ნდობა უკვე დაკარგული აქვთ. მის აღდგენას კი წლები დასჭირდება. დროგი ფულია, რომლის გადახდა თურქეთის მოსახლეობას როგორც ჩანს თავად მოუწევს. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა რადიო თავისუფლება ევროპა რადიო თავისუფლების მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება კი დროებით შეაჩერა, სანამ დავის განხილვა არ დასრულდება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. საქართველოს $10,000 ეხმარება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მცირე კუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს. ოცნების მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დართონება $10,000 ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს ზემოხსენებული სახელმწიფოების წარმომადგენლებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. თბილისის 51 კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა სავარაუდოდ $520 მილიონი დაჯდება. ამის შესახებ კომპანია ANAS International Enterprises მიერ მომზადებული შეფასებიდან ხდება ცნობილი. პროექტი 4 ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგანაც ყველაზე გრძელი და ძვირადღირებული მესამე ლოტია, რაც ავჭალა აეროპორტის 22,5 კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანონსებს ახალ კრიპტოვალუტას. ეს იქნება World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული stablecoin-ი, რომლის სახელწოდება და სიმბოლო იქნება USD1, ანუ USD1, იმიტომ რომ მისი ღირებულება ყოველთვის იქნება ტოლი $1-ისა, რაც არის უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ ყოველი გამოშვებული მონეტის საპირწონედ კომპანია ვალდებული იქნება კონკრეტულ ადგილას ფიზიკურად შეინახოს თითო დოლარი, ანუ თითო დოლარი, უბრალოდ თითო ციფრული ვალუტა გამყარებული იქნება თითო ფიზიკური დოლარით. ასე მუშაობენ როგორც წესი stablecoin-ები, მაგრამ არის stablecoin-ები, რომლებიც არის გამყარებული არა დოლარით, არამედ სხვა ვალუტებით, მათ შორის ევროთი, მაგრამ აგრეთვე შეიძლება stablecoin-ი გამყარებული იყოს სხვა
ფინანსური აქტივებით, მათ შორის ოქროთი ან სხვადასხვა ძვირფასი ლითონების კომბინაციით ან სახაზინო ობლიგაციებით. კომბინაციით ან სახაზინო ობლიგაციებით, ან მოკლედ რაღაცით, რაც მაინც ხშირად არ კარგავს ფასს, რათა სტეიბლკოინი ნამდვილად იყოს სტაბილური, რაც არის მისი მთავარი არსი და დანიშნულება. ფასი არ უნდა იცვლებოდეს, რადგან სტეიბლკოინის დანიშნულება არის, რომ ადამიანმა გამოიყენოს ის ტრანზაქციების შესასრულებლად და იყიდოს სხვა ვალუტები, რომელთა ყიდვა სურს, ხოლო თუ კი ყოველთვის შეიცვალა ეს, მაშინ რეალურად ადამიანი ვერ შეძლებს ამას და სტეიბლკოინი საკუთარ აზრს დაკარგავს. სტეიბლკოინებთან დაკავშირებით კონკრეტულად ზოგადად ამ სტეიბლკოინთან დიდად არაფერი არის ცნობილი, მაგრამ არსებობს საუბრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის თაობაზე, რომ სტეიბლკოინებზე იქნება ძირითადი აქცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, რაც უკავშირდება მნიშვნელოვან ცვლილებს და სტეიბლკოინი რეალურად ყველაზე ნაკლებად სარისკო კრიპტოვალუტა არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა უკვე რეზერვი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 5 კრიპტოვალუტისგან შედგება, სადაც დომინანტი არიან ცხადია ბიტკოინი და ეთერიუმი, რომლებზეც ჯამურად მოდის თითქმის 100% სრული კრიპტოვალუტების მიწოდებისა პლანდას, თითქმის 80%, დანარჩენი 20% ნაწილდება სხვა მილიონობით კრიპტოვალუტაზე, რომელიც არსებობს. აქვე ორი სიტყვა ვთქვათ თავად სტეიბლკოინებზე, ყველაზე დიდი არის USDT, რომლის გამოშვები ანუ ემიტენტი არის Tether და მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს შეადგენს და აღემატება 154 მილიარდ ამერიკულ დოლარს. თუ სტეიბლკოინები ძალიან დიდი სტაბილურობით გამოირჩევიან, იგივე ვერ ვიტყვით Tesla-ს აქციებზე, ვინაიდან Tesla ერთ-ერთი ყველაზე მერყევი და ვოლატილური კომპანიაა პლანეტაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში რთულად აქვს საქმე და ეს ყველაფერი იმაშიც ჩანს, რომ იანვარ-თებერვალში ევროკავშირის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები 59%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ეს ყველაფერი არის დაკავშირებული არა ავტომობილების მიმართ ინტერესის კლებასთან, არამედ ილონ მასკის ფიგურასთან, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ აქტივისტად იქცა და თანაც არასასურველი მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ყველაფრის ფონზე, რომ იგი გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტიებს, აზიარებს ხშირად ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებულ პოსტებს და ავრცელებს ისეთი სახის განცხადებებს, რომელსაც ნამდვილად რთულია, რომ პოლიტკორექტული და ევროკავშირისათვის მისაღები უწოდოთ. ამ ყველაფრის ფონზე ევროპელები აპროტესტებენ ილონ მასკის ქმედებებს და უარს ამბობენ Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვაზე. თანაც ზოგიერთი ევროპელი სოლიდარობას უცხადებს იმ ამერიკელებს, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს ილონ მასკის დეპარტამენტის დოუჟის გადაწყვეტილებების გამო. შესაბამისად, საერთო ჯამში ვხედავთ პროტესტის ძალიან ძლიერ ტარღას, რომელმაც ფაქტობრივად გაანახევრა Tesla-ს გაყიდვები ევროკავშირის მასშტაბით. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში გაყიდული ავტომობილების საერთო მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 19,000 ერთეული, არადა ერთ კიდევ 2022 წელს გაყიდვების მაჩვენებელი იყო 37,300, ანუ კომპანია, რომელიც წესით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უნდა იყოს თავისი კაპიტალიზაციიდან გამომდინარე, არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შემცირებული გაყიდვების მქონე კომპანია ამჟამად პლანეტაზე. იმიტომ რომ Tesla-ს აქციას აქვს ბუნება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ილონ მასკთან და საერთოდაც აქცია არის ერთ-ერთი ყველაზე სპეკულაციური აქცია, რომელიც ბუნებაზე არსებობს, რასაც რეალურად ვერ ვიტყვით დიდი სავაჭრო გიგანტების აქციებზე, მათ შორის Walmart-ზე, Kroger-ზე, Albertsons-ზე, Walgreens-ზე და სხვა Home Depot-ზე და ზოგადად კომპანიებზე, რომლებიც საცალო ქსელები არიან და ვაჭრობენ სხვადასხვა პროდუქტებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოკლედ, თავის დროზე უნდა შემდგარიყო 25 მილიარდ დოლარიანი გარიგება Kroger-სა და Albertsons შორის, ესენი ამერიკული კონგლომერატები არიან. Kroger-ს უნდა შეესყიდა Albertsons, მაგრამ მოგვიანებით ეს გარიგება ჩაიშალა და საინტერესო არის, რომ რადგან ორივე მხარეს სურდა თავის დროზე ეს გარიგება შემდგარიყო, და ის ვერ შედგა სხვა რაღაცა მიზეზების გამო, ახლა ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს პარალელური, ერთში Kroger უჩივის Albertsons, რომ Albertsons ბრალდებულების გამო ვერ შედგა ეს და თავისწილ Albertsons უჩივის Kroger-ს, რომ სწორედ Kroger-ის გამო ვერ შედგა ეს გარიგება და საბოლოო ჯამში ინვესტორებმა არც ერთ მხარეს ვერ მიიღეს ის დაპირებული რამ, რაც უნდა მიიღოთ, რაც Kroger-ის შემთხვევაში იქნებოდა გაზრდილი ბაზარი, გაზრდილი მოხარებელთა ბაზა, გაზრდილი შემოსავალი, წმინდა მოგება და შემდეგ, ხოლო Albertsons ინვესტორებისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრემიუმი, რომელსაც Kroger-ი გადაუხდიდა მათ თითო აქციაზე. ჯამში როგორც ვთქვი 25 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო ის გარიგება, მაგრამ ის ჩაიშალა. სასამართლო რაც გადაწყვეტს, ნახოთ, მაგრამ ფაქტია, რომ გარიგება არ შედგება სულ რომ სასამართლო რომელიმე მხარე დაადანაშაულოს ეს გარიგებას ვერ აღმოფხვრს ავიდა და ეს რო კომპენსაცია იქნება. ხო, კომპენსაცია იქნება, ისიც ნაწილობრივი ცხადია 25 მილიარდი დოლარის ფარგლებთან ახლოსაც კი არ იქნება ეს ყველაფერი. აქვე ორი სიტყვა ვთქვა თავად ამ კომპანიებზე, Kroger-ის კაპიტალიზაცია არის 52 მილიარდი დოლარი, ხოლო Albertsons არის 12 მილიარდი დოლარი, ისინი ათობით და ათობით მაღაზიას ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში. აი ესეთი იყო 26 მარტის საქმიანი საღამო ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარ გელანდიას ავტორო გადაცემა წერტილი.
BMG-ს დილის ეთერს ხვალ ტრადიციულად საქმიანი დილა დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ავყუროთ ქალების ნარატივს. ხვალ დღის მთავარ ამბებს საქმის კურსი გაგაცნობთ, სამუშაო დღეს კი ტრადიციულად საქმიან საღამოში შევაჯამოთ. ღამისშვიდობის და დროებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.